საღამო მშვიდობის. აბა როგორ ხართ მეგობრებო? დაგვიანებით მოვედი თქვენთან, მაგრამ მაინც მოვედი. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. აბა როგორ ხართ? იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. მადლობა ლაიქებისთვის, საჩუქრებისთვის, კომენტარებისთვის, უღმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ. აბა როგორ ჩაიარა დღე? მაპატიეთ მეგობრებო, პირადი გაშლა მქონდა, ამიტომ დავიგვიანე თქვენთან, მორჩილესად გთხოვთ პატიებას. სხვა თავისუფალი დრო არ მაქვს მეგობრებო, ასე რომ კი სხვა გამოსავალი არ მქონდა. რაღაც ჩემი სამუშაო მაგიდა დღეს ცოტა არ მომწონს. ვიცით? რაღაც არ მომწონს. ჩვენი ცოცხი ხიბლავს ძალიან, მოხიბლული ვარ მოკლედ. ხა. აჰა, მორიელი საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის მეგობრებო, საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმები. აბა როგორ ხარ მორიელი, კიდე მგზავრობ? მეგობრებო, თქვენთან ერთად ვამზადებ კარტებს, კარტის დასტებს, იმიტომ რომ უფრო კარგად მოდის ენერგიები. დღეს რაზე ვისაუბრებთ? ვნახავთ ეხლავე ჩემო ძვირფასებო, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვნახავთ. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა რა იქნება? ისეთი კარგი შინაარსები მომდის ყოველ დღის განმავლობაში, მაგრამ უცებ პასტა და ფურცელი არ მაქვს რომ დავიწერო. ძალიანაც კარგი მორიელი წარმატებები. გაიხარეთ, არა მიშავს, უღრმესი მადლობა ყველას მოკითხვისთვის. მეგობრებო, პირადი გაშლა მქონდა სამუშაო და ამიტომ დავაგვიანე დღესაც. კი. გაიხარე, შენც ასევე. თითოეული თქვენთაგანი უფალმა და ლოცვილი გამყოფოთ მეგობრებო. და ლოცვილები გამყოფოთ. რომ გინდათ ისე ყოფილიყავით. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა რა უნდა იყოს? ვერა და ვერა მოვიკითხე. რა უნდა იყოს დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა? დასასრული მეგობრებო, საღაციდან წასვლა, რაღაცის დამთავრება. რაღაცის შეცვლა, დამშვიდობება, შეწყვეტა. ხო. აი ქვემოდანაც ნახე რა კარტია? აი მეგობრებო. იგივეა აქაც. იმის დასასრული, რაც აქამდე ძალას გართმევდათ, რაც უკვე დიდი ხანია ძალას გართმევთ მეგობრებო. ამ ყველაფრის დასასრული, შეწყვეტა, დამთავრება, წერტილის დასმა და დამშვიდობება.
წასულ-მოსული გზები, დაუსრულებელი გზები, გაუგებარი გზები. სად მიდიოდით, საიდან მოდიოდით? სად წასულიყავით, რო არ იცოდით? აი, ამ ყველაფრის დასასრული გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლა. და კიდევ ერთი შანსი. ამ მეორე შანს, ამ კიდევ ერთ შანს, ქვემოდან ასეთი განმარტება აწერია მეგობრებო. Примирение, внесение, изменение, возможность. Примирение არის ალბათ ბევრთან შერიგება მოხდება და ერთი შანსის გამოყენება კიდევ პარტნიორთან, ეხლა ყველასთან არა, არ ვამბობ ყველასთან, ზოგიერთებთან. კიდევ ერთი შანსი და სიახლების შეტანა ურთიერთობაში და возможность, შესაძლებლობები, ხო. ეხლა არ განკიცხოთ ამისთვის მე. არ დამაყაროთ ეხლა ამისთვის მე. აქ არ მინდა და კი მინდა წარსული და არ მინდა ახალი. ბევრი მწერს ახალი არ მინდა, მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნიაო. ძალიან ბევრი წერს, ველოდებიო. და ბევრი მწერს პირიქით, აღარ მინდა ძველი, ახალი მინდა. მეგობრებო, არც ერთისთვის გამკიცხოთ და არც მეორესთვის. უბრალოდ ეს არის საჯარო ლაივი. საჯაროა, ყოველ შემთხვევაში, ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება. თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ეხლა მე რასაც ვსაუბრობ აქ, თქვენ დასკვნა კი უნდა გამოიტანოთ თუ რას ვსაუბრობ და ვისთან რა რეზონირდება და როგორ თქვენი რომელია, ეს თქვენ ამას აუცილებლად მიხვდებით. ხო, კიდევ რა? ხო, საკუთარ თავს თუ კი ეწინააღმდეგებოდით აქამდე, მეგობრებო, ხო? ეხლა პირიქით გააკეთებთ. ხო. ეს არის შეიძლება იყოს დამალული ურთიერთობებით, შეიძლება იყოს დამალული ანუ თქვენ რომ არიცით ისეთი პარტნიორი, რომელიც ხო, თქვენი თაყვანისმცემელია, მოდი ასე ვიტყოდი, ტაინი პაკლონიკ. ხო, შეიძლება არის ისეთი ადამიანი, რომელიც ფარულად გითვალთვალებთ, გათვალიერებთ და ანუ კარგი გაგებით, მაგრამ რა ვიცი, მეგობრებო, რაღაც ასეთი სურათია. ხო, საღამო მშვიდობის. კი, დღეს ვისაუბრებთ კიდევ შეცდომებზე სავარაუდოდ. ეს შეცდომებია ზუსტად რომ უნდა დაასრულოთ, ალბათ ამას დაასრულებთ, ან ამას ასრულებთ უკვე, ან უკვე დაასრულეთ, მეგობრებო. ეს ის შეცდომებია, შეიძლება და ის დასასრულია, რომელიც აქამდეც უნდა გაგიკეთებინათ, მაგრამ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდით, სავარაუდოდ, როგორც მე ყოველთვის გულისხმობ ჩემ თავს თქვენთან ერთად, მეგობრებო. ხო. ხო, აი ზუსტად ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს. ქვემოდან არის ასეთი ლამაზი სურათი, კიდევ მეორე შანსის გამოყენება. კი, ნოსიც იზმენენია, იგივე აწერია ამ კარტს. იგივე აწერია ამ კარტს, მეგობრებო. აი, რაც ამას აწერია, იგივე აწერია ამასაც. ასე რომ ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს ზოგიერთებთან ისიც რომ ანუ საკუთარ თავს მიცეთ იმის უფლება რომ რაღაც ცვლილებები შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, თუნდაც პირადში, კი, და თქვენი შეცდომები გამოასწოროთ. კი, და საკუთარი თავი დაიბრუნოთ, მეგობრებო. ეს არ ნიშნავს იმას, ახლა მაგალითად რომ მაინდა-მაინც წარსულში დაბრუნდეთ, არა. საკუთარ თავს მიცემთ იმის უფლებას რომ თქვენ ცხოვრებაში შეიტანოთ ცვლილებები კარგისკენ და თქვენი შეცდომები გამოასწოროთ. აი ესაა დღევანდელი შინაარსი. ხო, განთავისუფლდეთ, წმენდები ჩაიტაროთ თუნდაც, განთავისუფლდეთ და თქვენი ცოდვები გამოისყიდოთ, თქვენი დანაშაული გამოისყიდოთ, საკუთარ თავსაც აპატიოთ რაღაცეები, კი, და ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეთ. კი, ეს ყველაფერი მოდის წარსული ცხოვრებიდან. გაორებად შეიძლება გქონდეთ ეხლა ამ ეტაპზე, მეგობრებო. ანუ გაორება ბევრნაირია, შეიძლება ამ წუთას რაღაც გინდათ, მეორე წუთში აღარ გინდათ. ხო, ან რაღაც მსგავსი. კი? ეს ყველაფერი მოდის წარსული ცხოვრებიდან, ანუ იქედან, რომ კარმულ გაკვეთილებს გადიხართ.
ერთი და იგივეს იმეორებთ ალბათ, რაღაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებთ, მოდი ამასაც ვიტყვი, კი, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებთ, ალბათ მეგობრებო, ისევ იქ ბრუნდებით, სადაც არ უნდა დაბრუნდეთ, ესეც ამას ნიშნავს. და კი, უკვე ამის დროა მოსული, რომ ეს ციკლური პერიოდი დაასრულოთ, თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, გამოასწოროთ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ, მეგობრებო, ხო, საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ თქვენივე შეცდომებზე, სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ, საკუთარ შეცდომებზე, მეგობრებო. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. კი ბატონო. ხო და აი მეგობრებო, თქვენ ინტუიცია ძალიან კარგად გეუბნებათ ყველაფერს. ეს არის კიდევ იმის კარტიც, რომ ბევრ თქვენთაგანს ძალიან გიყვართ სიმღერა. აი მე როგორც მე. კი, რაღაც ერთი და იგივე, რაღაც ერთი ჟანრი არის მუსიკის, რომელიც ძალიან გიყვართ. ხო, თითქოს რაღაცას გახსენებთ, ეს სიტუაცია რაღაცას გახსენებთ. თქვენ ამ დროს, ამ მუსიკის, ან ამ ჟანრის მუსიკის მოსმენის დროს რაღაცას გკარნახობთ ინტუიცია, მეგობრებო, ძალიან კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. თქვენ ეხლა ამ დროს ზოგადად რაღაც ინტუიცია გაქვთ. ზოგადად გაქვთ ინტუიცია, არა მარტო მუსიკა, უბრალოდ ამ მუსიკის, ამ სიმღერის ფონზე თქვენ ინტუიცია გეხსნებათ და ძალიან კარგად დააკვირდით თქვენ შინაგან შეგრძნებებს, მეგობრებო. გაიხარეთ მორიელი. ხა, თქვენს ინტუიციას დააკვირდით, მეგობრებო. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, უბრალოდ საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ. ყველას უმეტესობას ეს ინტუიცია გაქვთ. კი, ვის მუსიკის დროს გეხსნებათ, უმეტესობას მუსიკის დროს გეხსნებათ, კი, ამიტომ დააკვირდით საკუთარ თავს, მეგობრებო. ხა, იმედი და რწმენა ყოველთვის გაქვთ. ძალიან იმედიანი ადამიანები მიყურებთ, რწმენას არასოდეს არ კარგავთ. ანუ პერსპექტივაში თქვენ კი, თქვენ რატომღაც პერსპექტივაში ხედავთ თქვენ თავს ძალიან ბედნიერს და ძალიან მიხარია ეს. კი. თქვენ იცით, ანუ თქვენ ინტუიცია იმასაც გეუბნებათ, რომ თქვენ მომავალში ძალიან ბედნიერი უნდა იყოთ, იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება, იმდენი რთული პერიოდი გაქვთ გავლილი, მეგობრებო, რომ თქვენ ციცით, რომ ესე არ იქნება ყოველთვის. კი, ამიტომ ხედავთ პერსპექტივაში. კი. ბედნიერებას ხედავთ პერსპექტივაში. აი, დიდი ტკივილი გაქვთ გავლილი მეთქი, მეგობრებო და აბატონო. მოკლედ, რამდენადაც რთული პერიოდი არ უნდა გაიაროთ ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის იცოდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის ნათელია. მოვა იმის დროც, რომ თქვენ გახდებით ისე მგრძნობიარეები. მოვა დრო, რომ თქვენ გულის კარებს გააღებთ. აი, ამის გარანტიას გაძლევთ. აი, მე ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მართალია, მაგრამ რადგან ამბობს კარტი, ასე იქნება, ალბათ ასეც იქნება, მეგობრებო. გაიხარე, ანა მარია. ურმესი მადლობა, მეგობრებო. კი. მეგობრებო, ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან თბილები ხართ. აი რა ვთქვა. აი თქვენი იმედი ყოველთვის შეუძლია რომ ადამიანმა იქონიოს. აი ისეთი ადამიანები ხართ თქვენ, ერთგულები და მეგობრულები. აი თქვენი ნდობა და რწმენა ყოველთვის აქვს ადამიანს. რაზეც პირიქით ვერ ვიტყოდი. ხო. კი ბატონო. საიმედო ადამიანები ხართ, იმედის მომცემი ადამიანები ხართ, ერთგულები ხართ. ხო. ძალიან მიყვარს ამ ჯიშის ძაღლიც. აი ეს ქუცურა. მეგობრებო, რა მაგის პასუხია და ესეთი ფერის თმები აქვს ქუცურას. ჩემ ქუცურას ესეთი ფერის თმები აქვს, მეგობრებო, თქვენსას არ ვიცი, მაგრამ ეხლა თუ დააკვირდებით ამ სურათს, ვის ქუცურას გავს, აბა მითხარით. მეგობრებო. ხო, რა თქმა უნდა, უფრო ხო,
უნდა იყოს უფლის მოყვასი, რა თქმა უნდა. სხვანაირად სხვანაირ ადამიანს მე ვერ მივიღებ. ხო, ვისაც გავს მეგობრებო, ჩემსაც ასეთი თმები აქვს. ასეთი ფერის თმები აქვს. მაგალითად, მორუსო, მოკერო. ხო. ხო. შეპყრობილები ხართ მეგობრებო ამ პარტნიორით, აი? და აკვირდებით ჩუმად. ტაინი ნაბლოდაწევ. აკვირდებით ჩუმად ამ ადამიანს. იმდენად შეპყრობილები ხართ. კიდევ რას გვეტყვის? კი, აი რა ვქნა მეგობრებო. აი თქვენი სიყვარული. აი თქვენი სიყვარული მეგობრებო. თქვენი ერთგული სიყვარული. აი აქამდე მიხვალთ თქვენ. თქვენ აქამდე მიხვალთ. ყველაფერი კარგი გეშველება ანა მარია. ხო. აი აქამდე მიხვალთ. ქორწინება, სიტყვის მიცემა და ერთგულება. პასუხისმგებლობა. თუ გულის კარებს გახსნით, მეგობრებო, ეს იმ ადამიანებს, ვისაც უკვე არ ჯერავს და არავის არ ღებულობს და არავინ აღარ უნდა. თუ გულის კარებს გახსნით, მეგობრებო, აი ესეთი ურთიერთობა და ესეთი სიტუაცია გელოდებათ. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, აი ესეთი ურთიერთობა გელით, მეგობრებო. მაგრამ დამავიწყდა, რაზე დავიწყე, რა არის ჩვენი თემა, დასრულება, ხო. მეგობრებო, რა ვქნა, მავიწყდება. თუ კი რაღაცას დაასრულებთ, თუ კი რაღაცას შეცვლით თქვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, ოღონდ თქვენც უნდა შეიცვალოთ. თქვენც უნდა შეიცვალოთ, მეგობრებო. ეს ძველებური საქციელები, მანერები, ქმედებები, აი ესეთი რაღაცები უკვე აღარ მოქმედებს. რატო აგეტირა მურიელი? მაგის დრო გაქვს ახლა რულთან? თუ ღადაობ. ხო. უბრალოდ უნდა დაასრულოთ რაღაცა. ან უკვე სრულდება რაღაცა, მეგობრებო. ხო. რაღაცა სრულდება, მეგობრებო. უბრალოდ თქვენ უნდა გაუშვათ ეს წყენა, თუნდაც წყენა და დასასრულია. დამეწერა თქო, ვინ დაგიწერა ლექსი? მურიელ. ვიღაცა ლექსებს გიწერს და ამას გვიმალავ. მე რაღაცა გამომჩა, არ წამიკითხია, ხო? მურიელ ვერ მივხვდი, ვინ დაგიწერა ლექსი. გაგვანდა ერთი შენი ლექსი და გვიწერე აქ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი თემა არის დასასრული და გაშვება, დავიწყება და გაშვება რაღაცის, მეგობრებო, რის შედეგადაც აი ამ სურათსაც დავდებ აქ. იყვეს აქ. ხო, რის შედეგადაც, მეგობრებო, ლექსი თუ დაგიწერა, კარგად გქონიათ საქმე, რაღა განერვიულებს, ნამდვილად. ანა მარია. საქმე იმაშია, ვინ დაუწერა ლექსი. როგორ ვერ ვკითხულობ ყველა SMS-ებს, მეგობრებო, მერე კარგი. კარგი მორიელ, გამომიგზავნე პირადში, ეს ის დასასრულია, რასაც ევედრებოდით აქამდე, მეგობრებო.
უფალს ევედრებით ამის დასრულებას. ესე იგი კარტის გადაჩეხვას და გადაბრუნება, გადმობრუნებას კარტის არ მაცდით, მეგობრებო. აი, რა ვთქვა, იმდენი რაღაცის თქმას ცდილობს კარტი დღეს, რომ არ ვიცი. არ ვიცი, მეგობრებო. ხო. უბრალოდ მინდა თქვენთან ერთად ახლა გადავურიო კარტი კარგად. ამ ჩვენს საჯარო თემასთან დაკავშირებით. დასასრული, გაშვება და ჭრილობების მოშუშება. რა წერია კარტს? Забивать и прекращать. Прекращение, ხა. შეწყვეტა, დასრულება, დამთავრება, მეგობრებო. მოკლედ, დავიწყოთ ჯერ იმით, ვინ ხართ თქვენ ახლა? როგორი ადამიანები მიყურებთ, მაინც ორი სიტყვით ამ ტაროს დასტითაც, მეგობრებო. ხო, აი, მეგობრებო, აი ზუსტად. აი, ესეც დასასრულია, ესეც განოლება, ესეც დამთავრება, მეგობრებო, მაგრამ ნახეთ? კი, თქვენ თითქოს და ამთავრებთ ყველაფერს და მაინც მიდიხართ წინ უდარდელად, კომპლექსად, მეგობრებო, არ მიწყინოთ, კარგით? ხო, მაგრამ აი უკან მაინც რაღაცა გიქაჩებათ, მეგობრებო. აი ესეც რამასაც რომ ერთი წრიხი ჩააზილოთ, კარგად? აი თლათ უკეთესი იქნება. ხო, აი ამასაც რომ წრიხი ჩააზილოთ, ამ კატას, ამ ეშმაკს რაღაცას, რაც თქვენ ცოტა კიდე უკან გხევთ. გაფერხებთ მაინც, მეგობრებო, რომ ჩამოგიხიათ შარვალი. ხო, აი, შარვალი რო ჩამოგიხიათ, თუ კაბა ვის რა. ხო, მეგობრებო. ხო. როგორი ადამიანები მიყურებთ? ადამიანები, რომლებიც ბალანსის შესანარჩუნებლად ყოველთვის რაღაც ხერხს მიმართავთ. ესეთი ადამიანები მიყურებთ. კი, რაღაც თქვენ საქმიანობას გამონახავთ, რაღაცას მოიფიქრებთ, ისეთ რომ თქვენ ბალანსში მაინც ადრე თუ გვიან ბრუნდებით. კიდევ. ხო, იცით, როდის ბრუნდებით ბალანსში, მეგობრებო? აი, როდესაც გრძნობთ, რომ უკვე მოტყუებული ხარ და უკვე ადამიანმა თუ გარემოებამ უკვე მოგატყუათ და იქიდან უკვე არაფერს აღარ უნდა ელოდოთ ამ შემთხვევაში. ხო. როცა ხვდებით, რომ უკვე თამაშია ეს ყველაფერი, როცა ხვდებით, რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, როცა ხვდებით უკვე, რომ უკვე მოტყუდით. всё, უკვე აქ აღარაფერი აღარაა. აი, მაშინ ხვდებით, რომ უკვე უნდა იფიქროთ ბალანსზე. კი, მაშინ ხვდებით, რომ უნდა იფიქროთ სისამოსვლაზე. მაშინ ხვდებით, მეგობრებო. კი, მაშინ იწყებთ ოცნებების ასრულებას. აი, მაშინ ხართ უკვე საკუთარ თავთან. მაშინ უკვე უჯავდებით საკუთარ თავს. ხო, ტუქსავთ უკვე საკუთარ თავს. ესე რატო ანუ საკუთარ თავს მეგობრებო საყვედურობთ. ხო. ამდენჯერ უნდა გატკინო გული, ან როდის უნდა ისწავლო ჭკუა, ან როდის უნდა გაიზარდო და ასე შემდეგ. ასე უკვე საყვედურობთ საკუთარ თავს, მეგობრებო. ხო. ხო, მერე იწყებთ უკვე საკუთარ თავზე ზრუნვას. ეს ძალიან რთულია მერე უკვე ნაბიჯ, ძალიფიხი დაბული გაქვთ ნაბიჯ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ახერხებთ. ამ ყველაფერს დრო ჭირდება, მაგრამ მაინც. აი ესეთი ადამიანები მიყურებთ. კიდევ ვიხართ თქვენ? როგორ ენერგიებში ხართ, მეგობრებო? ვიხართ თქვენ და თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც რაღაც ახალ ამბავს ელოდებით, რომლებსაც რაღაც სიახლეები უნდა უკვე, ბევრი ელოდებით, ან ბევრი მიიღებთ, არ ელოდებით და ისე მიიღებთ. კიდევ თქვენ ცხოვრებაში არის ვიღაც ადამიანი, ვისგანაც კი, გვერდში დგომა გაქვთ მუდმივად. კი, შეიძლება ამ ადამიანიდან ელოდებოდეთ რაღაც ამბავს, ამ ენერგიებში იყვეთ. ხო, ეს არის მოლაპარაკებების კარტი ქვემოდან. თქვენ ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებთ. ბევრთან შეიძლება გიწევდეთ სიტყვიერი შეკამათებაც, მაგრამ ერთიანობაში მაინც ახერხებთ, კი.
ამ მოლაპარაკებებით, თუნდაც ამ რაღაც შეკამათებით ამ პრობლემებს აგვარებთ. კი, ეს არის თქვენი, რომ თუ არ გადის ადამიანთან მოლაპარაკება, უნდა ცოტა უფრო დაძაბოთ უნდა სიტუაცია, ანუ კონფლიქტური, ისეთი არ ახლა ხელჩაბმული, მაგრამ კი, აი ხმის ტონს აუწევთ. და ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც თქვენ ამით აგვარებთ საქმეს, ანუ ამით გიგვარდებათ საქმე. მოდი ასე ვიტყოდი. კი, სამომავლო საქმეებს ამით აგვარებთ. კი, აი, მომავალში იყურებით. კი, თუ კი შეეხება, არა, ანუ ამას ჩავაბრუნებ. ნახოთ როგორ ამოვა. კიდევ. ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო თქვენზე. ამით მეც უფრო კარგად გაგიცნობთ ხოლმე, ანუ ვიცნობ ამით ადამიანებს, ვეცნობი ამით ადამიანებს. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ძალიან დიდი მესაკუთრეა. დალაუფლება უყვარს, აი, უფულობის შიში გაქვთ, ფინანსები გიყვართ, ფინანსები თუ არ გაქვთ თქვენ, ძალა არ გაქვთ. ანუ თქვენ ასე ფიქრობთ, რომ ფინანსები თუ გაქვთ, ძალაც გაქვთ. ხა, უფინანსებოთ, ფინანსები თუ არ გაქვთ, ძალა არ გაქვთ. აი, მეგობრებო, როგორ ხართ ფინანსების გარეშე? კიდევ რას გვეტყვის 1-2 კარტი, 2-3 კარტი და დავიწყოთ მერე უკვე საუბარი სულად მეგობრებო. ფიქრობთ, რაზე ფიქრობთ? ეხლა გაქვთ ფიქრის რეჟიმი. ეხლა გონება გაქვთ ჩართული მეგობრებო. ეხლა გრძნობა კი არ გაქვთ. გული კი არ გაქვთ ჩართული. ეხლა გული გამორთული გაქვთ და გონება გაქვთ ჩართული მეგობრებო. და აი ზუსტად ესაა იმის შედეგი, რომ რაღაცის დასრულებას ფიქრობთ, რაღაციდან გამოსვლას ფიქრობთ, რაღაციდან წასვლას ფიქრობთ, რაღაცას გზაზე გინდათ დაადგეთ, აი რელსებზეთ გახართ და რაღაცა მიდიხართ იქეთ. ხა. რა თქმა უნდა, მურიელი, მასე ვარ მეც. ხო, აი, კოშკი დასასრული, მეგობრებო, დასასრულია თქვენი წარსული ცხოვრების. დასასრულია და კოშკი ნგრევა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ ყველაფერზე უეცრად მიიღეთ გადაწყვეტილება, ან უეცრად მიიღებთ, ეს მოხდება ასე წამებში, მეგობრებო. ხო. აი, უეცრად მოხდება ეს ყველაფერი, რომ თქვენ გააცნობიერებთ, რომ ასე ყოფნა უკვე აღარ შეგიძლიათ, ან უკვე ფიქრობთ ამაზე, რომ ეს თქვენთვის არის კატასტროფული სიტუაცია, აი ზუსტად ამ კატასტროფულ სიტუაციაში ხართ ეხლა და რამაც გაფიქრებინათ ის, რომ ასე ყოფა თქვენ არ შეგიძლიათ, ეს თქვენი არ არის. ესე ყოფნა ეს თქვენ არ შეგეფერებათ. ამიტომ ხართ ნგრევებში ეხლა და ეს კოშკი ნიშნავს დასასრულს, ძველი ცხოვრების დასასრულს და ახალი ცხოვრების დასაწყისს. ხო, ეს შეიძლება იყოს მეგობრობის გაწყვეტა, ძველი ურთიერთობის დასასრული, ძველი სამუშაოს დასასრული და წასვლა, ოჯახიდან წასვლა, იქ სადაც არაფერი აღარ არის, მეგობრიდან წასვლა, მშობლებიდან წასვლა, გარემოებიდან წასვლა, სიტუაციიდან წასვლა, ყველაფრიდან წასვლა, რაც თქვენთან უკვე აღარ მუშაობს, მეგობრებო. ხო, ამის დასასრულია ზუსტად. და ნახეთ, ეს ხართ თქვენ. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, ახალ ცხოვრებაზე, მეგობრებო, ახალ მიღწევებზე. აი, აქეთკენ მიდიხართ. ან უკვე მოხვედით აქამდე უკვე, რომ ესე უნდა გააკეთოთ, მეტი გამოსავალი არ გაქვთ. აი, ხო ხედავთ, უფალმა სადმე გამწყვრიათ კუთხეში, მეგობრებო. აი, ასე. ყოველთვის მიგიყვანთ უფალი იმ ზომამდე, რომ როდესაც თქვენით ვერ ხვდებით, რომ ეს უკვე უნდა დაასრულოთ, ესეთი გაუგებარი ცოლქმრობა, ესეთი გაუგებარ მშობლებთან არ უნდა იცხოვროთ, გაუგებარ და მოღალატე მეგობრებთან არ უნდა იყვეთ. იქ სადაც თქვენი არ ესმით, თუნდაც ის სამსახური, თუნდაც ის გარემო, ის რაც უკვე თქვენთან აღარ მუშაობს, მეგობრებო და თქვენ ამ ყველაფერს თავს ვერ აღწევთ. ხო? აი, ამას ქვია კუთხეში მიმწყდება, რომ უფალი ისე მიგიმწყდეთ კუთხეში, ამას ქვია კუთხე. ნახეთ? ამას ქვია კუთხე. ხო, უყურე ახლა გეტყვით რატომ არის კუთხე. აი, კუთხეა მეგობრებო. ეს არის კუთხე. ამ კუთხეში ესე მიგაჯინათ უფალმა და გეუბნებათ ახლა, აგერც გაქვს გამოსავალი და აგერც გაქვს. ადეგი და წადი ახლა და გეუბნებათ გზას. გასწავლით გზას, რომ გაქვს აქ წასასვლელი და აი აქ უნდა გაძურე ზუსტად. ხო.
აი ზუსტად მეგობრებო. დამთავრება ერთია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაუშვათ. წარსულზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ, მეგობრებო. მესმის, რომ დაამთავრეთ, მაგრამ სადღაც იქ სადღაც მაინც დალექილი გაქვთ ეს ქვეცნობიერში. უფრო მეტი მხიარულები უნდა გახდეთ, უფრო მეტი ლაღები უნდა გახდეთ. აღარ უნდა ინერვიულოთ წარსულზე. წარსული აღარ უნდა გტანჯავდეთ, თუნდაც მის ხალითაც. ნეტა არ შევხედროდიო, ესეც არ უნდა გეთქვათ, არ უნდა თქვათ, მეგობრებო. ხო. აი ესაა ზუსტად, რომ ესეთი თქვენი დახასიათება და ესეთ ენერგიებში ხართ, გაშვების ენერგიებში ხართ, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. უბრალოდ თქვენს ქვეცნობიერს მაინც კითხულობს კარტი. მეტი არაფერი. თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ისედაც გინდათ გაშვება, გაშვებული ყავთ, მეც გაშვებული ყავს, მეგობრებო, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც არის. კი. ასე რომ მოკლედ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, თუ არ შემოგვიერთდით, არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. მოგესალმებით ყველას, ვინც ვართ ერთად ყველა და მოახლოებულ მოულოდნელ ამბებს ველოდოთ. ეს არის მოახლოებული მოულოდნელი ამბები, სადაც ბედი ჩაერია, სადაც იღბალი ჩაერია. თუ კი აქამდე ყველაფერი ცუდად იყო, ეხლა იქნება კარგად, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. ხო, ეხლა ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. კი. მოახლოებული მოულოდნელი ამბები. ანუ პრობლემების დასასრული. უკვე კულმინაცია, მეგობრებო. ხო. მეტი რომ აღარ შეიძლება ის დროა ზუსტად. ხო, ამიტომ უკვე კარგისკენ მიფიქროთ, კარგისკენ მივდივართ, კი. კიდევ რას გვეტყვის? ხვალიდან როგორი იქნება თქვენი ცხოვრება კიდევ? აი ხვალინდელი დღე როგორი იმედით გათენდება თქვენთვის? მეგობრებო, ეხლა გეტყვით რას? კი. კარგისკენ მივდივართ, კი, თუმცა თქვენ გაქვთ შიში, წარუმატებლობის შიში. იმის შიში გაქვთ თქვენ, მეგობრებო, რაც არ იცით რომ მოხდება. ეს არის დამალული კარტი, ანუ ფარულობის კარტი. თქვენთვის უცნობია რა მოხდება ხვალისთვის და თქვენ ამას ნერვიულობთ. ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ამაზე არ ინერვიულოთ, მეგობრებო. რომ გათენდება დღე და თვალებს გაახელთ, თქვენ უნდა იყოთ გათენებული დღის მადლიერი და ბედნიერი დღისთვის. აი ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი უფალს მიანდეთ. კიდევ როგორი იქნება ხვალინდელი გათენებული დღე? აი რაც გითხარით, მეგობრებო, ვაიმე რა გავაკეთო? ხვალინდელი დღე როგორი იქნება, მეგობრებო? და ახლა ვეკეთვით. ეს არის პარტნიორობა, ეს არის ურთიერთობა, ეს არის კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი, მეგობრებო. ეს არის დამალული ურთიერთობა, დაფარული, დამალული. ხო. უყურეთ ახლა რა ხდება. ხვალინდელი დღე კი გაუგებარი იქნება თქვენთვის და საუბრობს დამალულ ურთიერთობებზე. მოიცადეთ კიდევ ამოვიღე, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. უყურეთ ახლა გეტყვით პასუხს, მეგობრებო. ის ადამიანები, როგორი იქნება ახლა ხვალინდელი დღე? იმ ადამიანებისთვის, ვინც იმყოფებით ფარულ ურთიერთობაში, მეგობრებო. ხო? უნდა მიეჩვიოთ გულწრფელობას და უნდა იფიქროთ იმაზე, რომ აი ეს ფარული ურთიერთობა ზოგადად არ არის სასურველი ჩემო ძვირფასებო. ხო, უყურეთ, უნდა იყოთ სამართლიანები საკუთარ თავთან. მეგობრებო, ფარული ურთიერთობა არის უსამართლო ზოგადად და თქვენ უნდა იყოთ სამართლიანები. უნდა გამონახოთ საკუთარ თავთან იმის, ანუ როგორ მინდა ვთქვა, იმდენად სამართლიანები უნდა, ჯერ ეს ერთი ხართ სამართლიანები, მე მწამს რომ ხართ სამართლიანები, მეგობრებო. და სამართლიანათაც უნდა მოიქცეთ. თუ კი ხართ ფარულ ურთიერთობაში, მეგობრებო, ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ. ხო? პრობლემების გადაჭრა, მეგობრებო, როგორ საუბრობს კარტიც. ამ პრობლემებს თუ კი მოაგვარებთ თქვენ და ამ სამკუთხედებიდან გამოხვალთ, მეგობრებო, ყველაფერი გიქნებათ ხუთიანზე. ეს იმ ადამიანებისთვისაა, ეხლა ეს ინფორმაცია, ვინც
სამკუთხედში იმყოფება ფარულ ურთიერთობებში, მეგობრებო. სამკუთხედი, რა მნიშვნელობა აქვს ფარული ურთიერთობა? ხო. ხვალინდელი დღე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი. ხვალინდელი დღიდან, რომ აი ყოველთვის ეცადოთ უნდა რომ დაასრულოთ ფარული ურთიერთობა, მეგობრებო. სადაც არ ხართ აღიარებული, უნდა დაასრულოთ, იმიტომ რომ ალბათ სამყარო არ გაძლევს ამის უფლებას. არა, მეგობრებო, აი ეს არის ცუდი დასაწყისი და ცუდი მიზანი, რომელიც იფიქრეთ თქვენ. ეს არის გეგმების აცრუება, ეს არის არასწორი ჩემო ძვირფასებო. ამის უფლებას სამყარო არ გაძლევთ თქვენ და უნდა იცოდეთ ის, რომ არ შეიძლება. თქვენთვის არ შეიძლება. შეიძლება კატეგორია ადამიანებისთვის შეიძლებოდეს, მაგრამ თქვენთვის არ შეიძლება. აი ნახეთ ქვემოდან რა კარტია? წასვლა. რვიანების თასია სამკუთხედები. რვიანების თასია დამალული ურთიერთობა. ეს არის ფარული ურთიერთობა, სადაც არ არის თქვენი დაკმაყოფილება, ანუ აღიარება, თქვენი აღიარება რვიანების თასებში არაა, მეგობრებო. ამიტომ უნდა წახვიდეთ ამ ურთიერთობიდან. დაასრულოთ, უნდა ესეთი ურთიერთობა. ეს არის საკუთარი, აი, წასვლის კარტი, მეგობრებო. წახვიდეთ უნდა. ქალბატონი მიყურეთ, რომ მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა. ვინც იმყოფებით სამკუთხედში, ფარულ ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა უნდა დაასრულოთ. ხო, აი, დასასრულიც. აქ ტყუილად არა მოსულა, მეგობრებო. უბრალოდ როგორ შეფარდებით ამოდის კარტები. აი, უბრალოდ, აი, გიჟდები დედას გეფიცებით. და თქვენ თუ კი დაასრულებთ ამ ფარულ ურთიერთობას, აგერ ნახეთ, როგორი კარტი ამოვიდა? დამსახურებულად აღიარებული და ხო, აღიარებული ურთიერთობა. სადაც იქნებით გამოჩენილი და არა დამალული, მეგობრებო. დაასრულოთ უნდა ეს. აი თქვენი გადაწყვეტილება, თქვენ თუ ამას გადაწყვიტავთ, მეგობრებო. აი ეს გელოდებათ. ხა. თუნდაც ბრძოლა მოგიწიოთ ამისთვის, უნდა იბრძოლოთ. რომ აი ეს ურთიერთობა, აი მეგობრებო, სხვა გზას სამყარო არ დაგიტოვებთ უბრალოდ. გავიმეორებ, ვინც იმყოფებით სამკუთხედში. სხვა გზას არ დაგიტოვებთ სამყარო, ჩაგკეტავთ ისე რომ არც იქეთ იქნებით და არც აქეთ. მეგობრებო, არც ცოლთან იქნებით და არც საყვარელთან, არც იმ პარტნიორთან იქნებით და არც ამ პარტნიორთან, არც ჩუმად იქნებით და არც აი გამორიცხულია, დამალული ურთიერთობა. სამკუთხედური ურთიერთობა, გამორიცხულია, მეგობრებო. გასახანს არ მოგცემთ სამყარო უბრალოდ. ხო. იმიტომ რომ თქვენ გელოდებათ აი ეს. რატომ? განარისთვის, ამისთვის, მეგობრებო. ეს სამკუთხედები თქვენი შესაფერისი არა. აი თქვენი შესაფერისი. იმიტომ აქ დასასრული რაღაცის და მომზადება ამ ურთიერთობისთვის. თუ კი გაითვალისწინებთ, თქვენივე თავისთვის იქნება კარგი, თორემ ხა მე არაფერი უფლება არ მაქვს და საკუთარ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ იმას რაიმე დაგაძალოთ. კარგით. მოდი ახლა ვკითხოთ კარტს. თუ კი დავასრულებთ ჩვენ ამ ურთიერთობას, ასეთ ურთიერთობას და გადავწყვიტავთ წასვლას ამ ურთიერთობიდან, ასეთ ურთიერთობიდან. ხა, მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ასეც იქნება. რომ უკეთესიც იქნება. ეს არის წინასწარ მეტყველების ნიჭი. თქვენ ძალიან კარგად იცით, ახლა მე რასაც ვხსნი და რასაც გეუბნებით, რომ ასე იქნება და ასეც უნდა გააკეთოთ. და ასეც რომ მოიქცეთ, რომ უკეთესი იქნება თქვენთვის, თქვენ ძალიან კარგად იცით ესეც. ხა, ეს ჩემგან არ გესწავლებათ. რომ აქედან უნდა ადგეთ და უნდა გახვიდეთ. ამ სამკუთხედის კედელს უნდა მოშორდეთ და უნდა გახვიდეთ. და თუ გახვალთ რა იქნება? აი მეგობრებო, რა იქნება და ოჯახი. ხვავი, ბარაკა, წინსვლა, მატება, ბევრს მანქანის შეძენა, ბინის შეძენა, მემკვიდრეობა, ყველაფერი კარგი, ხვავი და ბარაკა, მეგობრებო და პლუს ოჯახი. ეს ოჯახის კარტია. ხო. აი ეს გელოდებათ. თავს არ შეეწინააღმდეგოთ, მეგობრებო, მაინც აქამდე მიხვალთ. თავს არ შეეწინააღმდეგოთ.
ამის გარანტიას გაძლევთ, რომ ტყუილ უბრალოდ გამოგივათ ხმლების ფრიალი, თუნდაც ურთიერთობაში და თუნდაც საკუთარ თავთან. არ გამოგივათ. ამით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. დარჩებით წარსულში და დარჩებით მოგონებებში. ოცნებებში დარჩებით მეგობრებო. ხო. მაინც არაფერი გამოგივათ. ბედს არ შეეწინააღმდეგოთ. არც სამყაროს და არც უფალს. იმიტომ რომ მაინც მოხდება ეს. დროის ფაქტორია უბრალოდ თქვენ იწვალებთ. მეტი არავინ. კიდევ რა უნდა დაასრულოთ? იფიქრეთ ამაზე, მეგობრებო. ამაზე იფიქრეთ, რომ უნდა დაასრულოთ. დასასრულია ეს. აი ეს არის დასასრული. ეს არის თქვენი ამ სიტუაციიდან გასვლა, ამ ჩაკეტილობიდან გასვლა. აი ამიდან წამოდგომა, გამოსავლის პოვნა და ამ ჯებირებიდან გასვლა. ხო, აი ესაა ზუსტად. აი ესაა ზუსტად, მეგობრებო. აი აქამდე მიდიხართ. გინდათ თუ არ გინდათ, დიდხანს გადადებთ ამ საქმეს თუ მალე და რამდენხანსაც დიდხანს გადადებთ, მე დიდხანს იწვალებთ უბრალოდ თქვენ, თორემ მაინც აქამდე მოხვალთ. ეს არის გარდაუვალი. ძალიანაც კარგი. აი რა შეიცვლება ამის მერე თქვენ ცხოვრებაში? აი ამ ყველაფრის შემდეგ მაინტერესებს. რა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში? რა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში? ხო. სიახლეები დაიწყება. კი, მეგობრებო. სიახლეები აი განოლება ურთიერთობის, სიტუაციის, ცხოვრების ახალი დასაწყისი. ახალი დასაწყისი, პასუხისმგებლობის აღება. ქალბატონებისთვის ვიტყვი იმას, რომ საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობას აიღებთ. თქვენ თქვენს არც პარტნიორს დაელოდებით, არც მშობლების კისერზე გაჩერდებით, არც არავის იმედად აღარ იქნებით. თქვენ უკვე გადაწყვიტავთ თქვენი ცხოვრების და სადავების ხელში აღებას. და ეს არის ზუსტად ყველაზე კარგი. ქალბატონებო, თქვენზე ვსაუბრობ. კი. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, უკვე ასეც გააკეთებთ, იმიტომ რომ იმპერატორი ქალი სხვანაირად ვერ მოიქცევა. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება უკვე ბებიაც იყვეთ. ხო. აბა კიდევ რა. ხო, აი ნახეთ. თუ კი საჭირო იქნება, მეგობრებო, მანიპულაციებიც უნდა ჩართოთ. თქვენ უკვე იმდენი გამოცდილება გააქვთ, უბრალოდ თქვენ იცით ვისთან როგორ უნდა მოიქცეთ. ვისთანაც როგორაა საჭირო, ისე უნდა მოიქცეთ, ეს ერთი. თუნდაც მანიპულაციები. ეხლა მაგიებზე არ ვსაუბრობ. მაგია გამორიცხეთ, მეგობრებო. მაგიები გამორიცხეთ. მანიპულაციები კი ბატონო, მაგრამ მაგიები გამორიცხეთ. ხო. კიდევ ბრძოლა და შრომა და აი იმ დეპრესიიდან გამოსვლა და იმ ყოლაფრის დავიწყება, რაც მეგობრებო იყო აქამდე. ბევრს ბინის შეძენა გინდათ, როგორც ასეთი, რომლებიც აქამდე ვერ აისრულეთ, ამ ყოლაფერს აისრულებთ, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. თუ კი ვინმეს კიდევ წასვლა გინდათ, გაემგზავრეთ. კი, აქ შეიძლება კიდევ ისიც იყოს, რომ აი გამგზავრება იქედან იმ რთული გზიდან, იმ რთული გზის დასასრული, რაც ნერვიულობაზე გადის. ანუ და ამის შემდეგ დასვენება და ამის შემდეგ გამარჯვება. მეგობრებო, თქვენ თუ კი ამ სიტუაციას გადალახავთ, ეხლა რაც გაქვთ და დატოვებთ წარსულში, ყველაფერი გექნებათ ხუთიანზე. ხო. აი რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? სიყვარული. ჯერ საკუთარი თავის სიყვარული, მეგობრებო, ყველაზე უპირველეს ყოვლისა. ჯერ საკუთარი თავის სიყვარული. ნინა, რა თქმა უნდა. თუ გიწყობს შესაძლებლობა და ასაკი ამის ადამიანს, რატომაც არა, არასდროს არ არის გვიან. ხო. არასდროს არ არის გვიან.
მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ეს დრო. ეს დრო აუცილებლად დადგება. მეღირსება არა, მორიელ. ესე არ უნდა აკადრო საკუთარ თავს. მეღირსება არა. როდესაც მექნება, უფალი მოგცემს. მე 5 უნდა გავაჩინო. რა პრობლემაა მერე? და რა პრობლემაა? იმდენი უნდა გააჩინო, რამდენი საშუალებასაც მოგცემს უფალი. აი სწორი პასუხია ეს. ხო, აი უფალი. აი უფალი. ამას ევედრებით თქვენ უფალს. რასაც თხოვთ უფალს, უფალი მოგცემთ იმას. თქვენ ამას დიდი ხანია თხოვთ უფალს. კი. ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ გავლილი მეგობრებო. ხო, ხო თხოვთ უფალს სიყვარულს, ხო და მოვა თქვენთან სიყვარული. რასაც თხოვთ უფალს, ის მოვა თქვენთან მეგობრებო. უბრალოდ თხოვნა კარგად გაუშვით. ანუ დაუკვირდით რას და როგორ თხოვთ უფალს. ხო. რომ მე ისე აი ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეხლა თუ თხოვთ ადამიანს, აი მაგალითად ეხლა მოდი გავშიფრავ ეხლა ამ ყველაფერს. აი და კონკრეტულად უნდა უფალს, როდესაც თხოვთ რაღაცას, როგორი გინდათ, რა გინდათ, რისთვის გინდათ. აი პარტნიორი თუ გინდათ, როგორი პარტნიორი გინდათ. და მაგალითად აი რა მიზნით გინდათ, საყვარლად გინდათ თუ ოჯახისთვის გინდათ, მთელი ცხოვრება გინდათ, ერთგული პარტნიორი გინდათ, აი ვის როგორი რა, ვინ როგორ და რა მეგობრებო. აი ეს უნდა დაკონკრეტდეთ. ხოლოდ ახლა მარტო მოსიყვარულე პარტნიორი მინდა მე და მე მარტო სიყვარული საჭმეს ვერ შეჭამ, ესეც არა, ხო? ჩვენში დარჩეს. ეხლა ესეც არა მეგობრებო. უბრალოდ ისეთი ადამიანი, ისეთი რაღაცა უნდა სთხოვოთ უფალს. ხო, და ხო, ერთგული და სამუდამოდ. რა თქმა უნდა. ხო. სადაც იქნება ჰარმონია და ბალანსი. სადაც იქნება მხოლოდ სიტყვა ჩვენ. მხოლოდ შენ. ან მხოლოდ მე არა, ჩვენ. სადაც გაბრაზებულ გულზე პარტნიორი კარებს არ მოგიჯახუნებს და არ დაგტოვებს შენს ტკივილთან მარტო. სადაც არ იზრუნებ მხოლოდ შენ. ან მხოლოდ შენი პარტნიორი. ხო, სადაც მაგალითად იქნება, ახლა არ არსებობს სირთულეების გარეშე ოჯახი, ხო? და ურთიერთობა. მაგრამ აი ბალანსი იქნება ურთიერთობაში. ეხლა მე თუ არ ვიმუშავებ მაგალითად და არ მინდა მუშაობა და მინდა რომ სახში ვიჯდე სულ და მაგალითად პარტნიორმა მარჩინოს, ხო? შესაძლებელია მეგობრებო, ეხლა შეგხვდეთ ძალიან ისეთი ჩვენში დარჩეს ეხლა უბრალოდ ვიმსჯელებ იმაზე რომ აი მაგალითად მე თუ შემხვდება ახლა ვთქვათ, ხო, ისეთი პარტნიორი, რომელიც იქნება ფინანსურად ძალიან კარგად მდგარი ფეხზე, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დავჯდები ახლა სახში ფეხი ფეხზე გადავიდებ და მე არაფერს არ გავაკეთებ. ან არ ვარ ვალდებული. რომ ვიმუშაო. ხო? თუ ეხლა იმის შესაძლებლობა არ მაქვს და ჯანმრთელობა რომ ვიმუშაო. მაგალითად, ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ქმარს არ დავახვედრო, ან სადილი, ან ვახშამი, ან არ მოვემსახურო, ან რაღაცა ბალანსი, ანუ ვის როგორ შეგვიძლია. ხო, აი ვის როგორ შეგვიძლია. მე მაგალითად ეხლა არ შევალ ისეთ ურთიერთობაში, სადაც მომიშლის ადამიანი თუნდაც ეხლა ამ ჩემ საქმიანობას, თუნდაც მუშაობას. ანუ ვიმუშავებ იმისთვის კი არა რომ მაგალითად ახლა ოჯახი ვარჩინო. უბრალოდ მე რომ ჩემი ფული მქონდეს. აი მეც რომ რაღაცა გავაკეთო, მეც რომ რაღაცა შევიძინო, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე მიყუროს ხელებში პარტნიორმა. ან თუნდაც მე ვუყურო პარტნიორს ხელებში, როდის მოიტანს რაღაცას, რომ მე რამე გავაკეთო. არა მეგობრებო, არც ასე არ გამოვა. არავინ არ ვართ ვალდებული. ვინმეს ვუყუროთ ხელებში. ხო.
თავისუფალი ურთიერთობა მეგობრებო, თავისუფლება იმას არ ანუ თავისუფალი ურთიერთობაში რა შედის? შეზღუდვების გარეშე მეგობრებო, ურთიერთობა შეზღუდვების გარეშე, ურთიერთობა ეჭვიანობის გარეშე. აი პარტნიორს თუ უნდა სადმე წასვლა წავა, მე არ ვიეჭვიანებ. მე თუ მინდა სადმე წასვლა წავალ, პარტნიორი არ იეჭვიანებს. ხან ერთადაც წავალთ და ხან ცალ-ცალკეც. აი ამას ქვია ბალანსი. ხო, არ მომიშლის მოკლე ჩაცმას. ეხლა მოკლეს ისეც არ ჩავიცმე, მე ზოგადად მოკლეები მიყვარს. ეხლა ისეთი მოკლე არა რომ გამომიჩნდეს ყველაფერი მაგალითად ეხლა მოდი გულახდილები ვიყოთ, ხო? გამომწვევი ჩაცმა არ მჩვევია, მაგრამ ნუ კოხტად ჩაცმა მიყვარს ეხლა. ხო, მიყვარს მოკლე კაბაც. გრძელი კაბა მიყვარს, მაგრამ რაზრეზის გარეშე. ანუ ხო ხვდებით რასაც ვამბობ? თუ გრძელი მაცვია რაზრეზის გარეშე, იქ ჩახსნილი არ უნდა იყოს. ანუ რაც მიყვარს, როგორიც ვარ, ასეთად რომ მიმიღებს ადამიანი. ჩემი შვილებით, ჩემი შვილიშვილებით, ჩემი დედმამით, დედმამიშ, აი რაც მაქვს იმ ადამიანობით რომ მიმიღებს ადამიანი. აი ესეთ ადამიანთან პრეტენზია არ მექნება. მე მაგალითად ესე ვფიქრობ. მე არ მცხვენია ჩემი წარსულის, არც მეშინია ჩემი მომავლის, არ მაქვს იმის გართულება რომ მყავს შვილები და რა პრობლემაა რომ მყავს შვილები. ხო, ანუ ადამიანმა უნდა მიიღოს ისეთი როგორიც ხარ და შენც უნდა მიიღო ადამიანი ისეთი როგორიც არის. პლუს მინუსებით მეგობრებო, მოდი ვაღიაროთ რა საკუთარ თავთან. ხო. ხო, ანდა არიან ისეთი მამაკაცებიც, რომლებსაც აქვთ მაგალითად რაღაც პრობლემები. და აი იმდენად ეგოისტები არიან და იმდენად ქედმაღლურები არიან, რომ ამას როგორ იტყვიან ახლა და როგორ აღიარებენ, რომ რაღაცა პრობლემა აქვს და ამ დროს თავის მეორე ნახევარ შეუძლია რაღაცის მოგვარება მის ცხოვრებაში. ვაიმე, ოღონდაც, ეს არ აფიქრებინოს. რომ მას რაიმე გაჭირვება აქვს და შემიძლია მე მაგალითად რაიმეს მოგვარება და ამას როგორ მეტყვის? არა მცუთ ქვია და ნუ მეტყვის. ესეთ პარტნიორთან არც ვიცხოვრებ მეგობრებო. პირადად მე არ ვიცხოვრებ. როდესაც არ იტყვის იმას, რომ მას რაღაცა უჭირს და არ მეტყვის. მე რომ ქალი ვარ. მე ესეთ პარტნიორთან არ ვიცხოვრებ. მე თუ კი შემიძლია დავეხმარები და მას თუ კი შეუძლია ვეტყვი და დამეხმარება. თუნდაც უთქმელად დამეხმაროს. ისეთი პარტნიორი მინდა რომ იცის რომ მე რა მიჭირს და რა მელხიძა თქმა არ ჭირდება. თუნდაც ფინანსური დახმარება მჭირდებოდეს, რა პრობლემაა? მაინდა-მაინც უნდა მოვთხოვო? ხო, აი ესეთ რაღაცებს ვერ ვიტან ურთიერთობაში. მე არ მინდა ესეთი პარტნიორი, სხვისი არ ვიცი. მე რო ვხედავ რომ ადამიანს უჭირს, მე უთქმელად ვეხმარები მეგობრებო. ურთიერთობაში დედას გეფიცებით. არასოდეს არ დამიხევია უკან ცოლქმრულ ურთიერთობაში უკან არასოდეს არ დამიხევია. სამაგიეროდ იგივე არ მიმიღია. ხო, ამიტომ იგრევა ოჯახები და ურთიერთობა. როდესაც მე ხვდები რომ შე რაღაცა გიჭირს და მე გეხმარები, ყველანაირად გიდგები გვერდით. აი მინდა რომ შენც იგივე გააკეთო. კი არ მოვითხოვ, სურვილი მაქვს და თუ არ გააკეთებ ამ ყველაფერს, ხო? და თქმა დაგჭირდება. არ მინდა მე ესე შენთან ცხოვრება და ურთიერთობის გაგრძელება. არ მინდა, არ მენდომება. მე ესე მიმაჩნია მეგობრებო და სხვისი არ ვიცი. ხო, აი ნახეთ მეგობრებო. აუცილებლად შემოვა თქვენს ურთიერთობაში სიახლეები. აუცილებლად დაიწყება ახალი ურთიერთობები. კი, იმ დანაკარგებიდან გამოხვალთ რაშიც ხართ, იმ უძილობიდან გამოხვალთ რაშიც ხართ, იმ ტყუილებიდანაც გამოხვალთ რაშიც ხართ, იმ კონფლიქტებიდან, აი რო ემალებით ეხლა ადამიანებს ურთიერთობა რო აღარ გინდათ, ადამიანი რო აღარ გინდათ, საერთოდ რო აღარ გინდათ პარტნიორი. იმდენად ტკივილი გაქვთ გავლილი, რომ პარტნიორი აღარ გინდათ, აი მასე ვარ ზუსტად მეც. ანუ სურვილი არ გაქვთ მეთქინ ამას არ ვამბობ. ეს ყოველას უნდა რომ გვერდით ყავდეს სასურველი თავისი შემადარი და ერთგული ადამიანი. სურვილი გაქვთ, მაგრამ აღარ გინდათ, იმიტომ რომ არ გჯერავთ. იმდენი ტყუილები იყო თქვენ ცხოვრებაში. ან ძალიან ისეთი რაღაცა უნდა მოხდეს, რომ ადამიანის დაიჯეროთ. აი ძალიან ბევრი უნდა ეცადოს პარტნიორმა რომ დაგაჯეროთ. აი ზუსტად მე მეგობრებო, გეფიცებით.
მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ჩემი გული მოიგოს. ეხლა სიყვარულზე არ საუბრობ, უკვე გრძნობები გამორიცხოს უნდა. გამორიცხულია დედას გეფიცებით. ვინმეს რო გული დავანახო. აი თუ ვენდომები ესეთი, ვინმეს არ მგონია, იმიტომ რომ ჯერ ერთითაც ისიც რომ საერთოდ უკვე სურვილიც აღარ მაქვს. ხო. აი ქვემოდან რა კარტია. თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ჩაირია. თქვენი ურთიერთობა შეიძლება სხვების გამოც ჩაირია, თქვენ სხვების გამოც დასრულდა. აქ ჩარევებია, აი ადამიანების ჩარევები, სხვადასხვა აზრთა ჭიდილი გაუგებრობა, იმედის გაცრუება, რაღაც არასწორი გეგმები, რომელიღაცა პარტნიორიდან შეიძლება ესეც იყოს, ხო? ხო. თუმცა ძალა გააქვთ ოჯახი შექმნის, გინდათ ოჯახი შექმნა, კი? გინდათ ოჯახი შექმნა. უბრალოდ ხართ ეხლა არასრულყოფილებაში, ეს არის არასრულყოფილება, რწმენის დაკარგვა. გინდათ როგორ არ გინდათ, სადღაც გულის კუნჭულში გინდათ, მაგრამ რწმენაც აღარ გაქვთ უკვე, უბრალოდ ნდომება ერთია და რწმენა სხვა. ხო. ძალიან გული გაქვთ გატეხილი, გული გაქვთ ნატკენი წარსულზე. კი, ბევრი ფიქრობთ ოჯახზე, ბავშვზე, შობადობაზე ფიქრობთ კი. სადაც არის სრული პაკეტი ოღონდ. ამაზე იქნებით თანახმა, კი, ბევრი. იგიც საკითხავია კიდევ თუ იქნებით თანახმა. ბევრს უკვე იმედიც გადაწურული გაქვთ, მოდი ასე ვიტყოდი. კი, ეჭვის თვალით უყურებთ, კი ბატონო. ხო. მოდით ეხლა მე რა მინდა ვკითხოთ. კარგი, წარსულია მეგობრებო, უბრალოდ ეხლა რაც ამოდის უნდა ვთქვა და უნდა გავაშუქო მე ეს ყველაფერი. ეს იმას არ ნიშნავს ეხლა რომ კიდევ ისევ იქ უნდა დარჩეთ. უბრალოდ ეს წარსული უნდა გაუშვათ, ეს გულისკენა უნდა გაუშვათ. თუ კი ვინმე შემოვა თქვენ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაესაუბროთ უნდა ადამიანს ეხლა. ესეც არ უნდა ჩაკეტოთ. პირადი კითხვებზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო. უკვე დავიღალე ყოველ დღე ერთი და იგივე საუბრით. ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ ეხლა მეგობრებო, უყურე ეს ეხლა მიიღეთ რჩევად. ეს არის საკუთარ თავზე გადართვა. ეხლა ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში ეხლა რაც გაქვთ, როგორიც გაქვთ, ეს სიტუაცია გაუშვით. უბრალოდ გადაერთეთ საკუთარ თავზე, გაერთეთ, გამხიარულდით, იქ წადით, აქ წადით. აი ნუ იქნებით ესე დამბული ერთ ადგილზე. ეს პაუზაა რა. პაუზა არის ასე. ესა პაუზა. ეს არის დაბმული ხართ ერთ ადგილზე, მეგობრებო, გაჩერებული ხართ ერთ ადგილზე, ცალი ფეხით მოძრაობთ მარტო, ანუ ერთ წრეზე, ანუ ამის იქეთ ვერ მიდიხართ. იგივე საკეთებთ. უბრალოდ საკუთარ თავზე გადაერთეთ. იყავით საკუთარი თავისთვის ეგოისტები, მეგობრებო. ისურვეთ ყველაზე საუკეთესო საკუთარი თავისთვის. ხო. ჯერ საკუთარი თავისთვის, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ, საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ, მეგობრებო. თქვენ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგათ. უყურეთ რა წერია, შეუსაბამო საჭირო ნაბიჯების გადაუდგმელობაო. შეუსაბამობა და საჭირო ნაბიჯების გადაუდგმელობა. თქვენ გინდათ ერთია, მაგრამ აი მაინც არ დგამთ ბოლომდე იმ ნაბიჯებს, რაც თქვენ გჭირდებათ. მაინც გიჭირთ რაღაცნაირად. როგორ უნდა მოიქცეთ? აი სპეციალურად მეგობრებო. აი ლიტერატურულად, სპეციალურად პრინციპზე უნდა წახვიდეთ. მოდი ასე გეტყოდით. თავს ძალა უნდა დაატანოთ, ნაძალადებად. გადადგმული ნაბიჯები, ნაძალადებად, პრინციპულად უნდა გააკეთოთ, სპეციალურად უნდა გააკეთოთ ასე. თქვენ უნდა იცადოთ,
აი ასე მეგობრებო. და ბოლოს გამოგივათ. აი სპეციალურად პრინციპზე უნდა დადგეთ მეგობრებო და აი ეს ყველაფერი გამოგივათ. ხო. პრინციპზე. აი როგორც მე დავანებე სიგარეტის მოწევას თავი პრინციპზე. 16 წელი ვეწეოდი სიგარეტს და მე-13 თვეა სიგარეტს აღარ გავკარები ვარ. საერთოდ სუნიც მეზიზღება მეგობრებო. მეც მიკვირს. აღიარებაც მიყვარს კი. აი ასე მეგობრებო, ჩემს გვერდზე მწეველი რო დაჯდეს შეიძლება გავაგდო. იმდენად შემძულდა. აი ესე თქვენ აი ესე პრინციპზე უნდა დადგეთ. თუნდაც სიგარეტის მოწევასაც უნდა დაანებოთ თავი, ესეც იგულისხმეთ მეგობრებო. ესეც შედის მაგაში. ეს არის მესაკუთრეობის კარტი, ეს არის პრინციპის კარტი. აი თუ კი თქვენ გახდებით საკუთარი თავის მესაკუთრეები, მეგობრებო და აი ზუსტად იმას, რასაც ახლა გეუბნებით, გააკეთებთ. აი სპეციალურად, მეგობრებო, თუ კი ეცდებით, ოღონ მართლა. სპეციალურად. აი მაგალითად როგორ მორიელი. მეკითხები როგორ დავანებე სიგარეტს თავი. აი როგორ დავანებე და ჯოხიანი კაფედით. ელექტროსიგარეტით. ელექტროსიგარეტით დავანებე თავი. მენთოლიანი ელექტროსიგარეტით დავანებე სიგარეტის მოწევას თავი. მეგობრებო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა. კი. აი თქვენი შედეგიც წინ წასვლა. აი მე უფრო სხვანაირად დაინახავთ ყველაფერს. ეცადე ანა მარია, ეცადე. მე ასე დავანებე თავი და ახლა სხვისი არ ვიცი. სხვათა შორის ძალიან ბევრს უკვირს. კი, ამ ჩემი ტკივილის პატრონს, ამდენი ჩემი პრობლემების პატრონს, მე სიგარეტს დავანებე თავი მეგობრებო. კი. არც ნერვიულობაზე ვიხედები მისკენ. ყოველდღე მაქვს სანერვიულო, მაგრამ საერთოდ არც ვფიქრობ, რომ გავეკარო. ხო, ნუ აი ხო ხედავ, არც არასდროს მოგიწერე, ძალიანაც კარგია. ხო. აი მე დაინახავთ მომავალს, მე დაინახავთ გზებს, მე გაიხედავთ უფრო სხვაგან. ამ ყველაფერს რომ დაასრულებთ მეგობრებო. ძალიან კარგი მომავალი გელოდებათ. აბატონო. მეგობრებო, რა გავაკეთო? აი როგორი მომავალი გელოდებათ. იმ ყველაფერს ცუდს, რასაც დატოვებთ უკან. თუნდაც ამ მავნე ჩვევებს, მეგობრებო. ესეც არის ერთ-ერთი მავნე ჩვევები. ეჭვიანობა, წევა, დასალევი. აი მავნე ჩვევებში ყველაფერი შეიძლება, აი რამე თუ გაქვთ ამოჩემებული. აი ეს ჩვევა თუ გაქვთ რა, ეს ყველაფერი უნდა ჩაანაცვლოთ სხვა რაღაცით, მეგობრებო. აი თქვენი მზე, თქვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული. თქვენს ქუჩაზეც ამოანათებს მზე, ასე რომ მეგობრებო. ხო, ელოდეთ კარგ ამბებს. ელოდეთ კარგ ამბებს, მეგობრებო, ელოდეთ. კი. დასრულდება თქვენი სამკუთხედები, აუცილებლად დასრულდება და ამ ყველაფერს თქვენ ამ პრობლემებს გადალახავთ. ძალიან დიდი გულის ტკივილი გაქვთ. კი, აი წერტილს დასვამთ. ეს თუ შეეხება ურთიერთობას. სადაც დიდი გულის ტკივილია, წერტილს დასვამთ. დაასრულებთ ბოლო-ბოლო მეგობრებო, ნახეთ. ხმალი, ქვემოთ არის პირი და ასე რომ დაასრულებთ თქვენ ამ ყველაფერს, კი. აი თქვენი გამარჯვებაც, აი თქვენი სიყვარულიც, აი თქვენი ემოციაც მეგობრებო. აი თქვენი პასუხისმგებლობაც, ნუ რა ვქნა. ბევრად წინ მიდიხართ. ბევრად წინ. ამ სულიერი დაცემულობიდან ოღონდ უნდა გახვიდეთ. რა თქმა უნდა, ანა მარია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რა შემოალა თქვენ ცხოვრებაში ამ ყველაფრის შემდეგ? ის რომ მეგობრებო, მიჯაჭულობიდან გამოხვალთ.
ამ კამათიდან გამოხვალთ, ამ მონობიდან გამოხვალთ, ამ მიჯაჭულობიდან გამოხვალთ. აი თქვენ საქმიანობას დაიწყებთ. თუ კი არ გაქვთ სამუშაო, სამუშაოს იშოვით. მოხჩახრილი იშრომებთ მეგობრებო. კი, ძალიან ბევრი მოლაპარაკებები შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ამ სირთულეებს და ამ პრობლემებს გადალახავთ. აუცილებლად. ამ გაურკვევლობიდან გადადიხართ სტაბილურობაში. კიდევ რა? ცალმხრივი სიყვარული, ცალმხრივი ურთიერთობა. ცალმხრივი ურთიერთობა, სადაც იყო ფანტაზიები, ილუზიები, სადაც სულიერად დაიღალეთ მეგობრებო. ეს ყველაფერი დასრულდება. ხო, არასტაბილურობიდან გამოდიხართ და აი ტუზი. კიდევ რა იქნება? ის რაზეც უარს ამბობდით. თქვენს ოცნებებზე, თქვენს გეგმებზე, თქვენს სურვილებზე. ეხლა დაიწყებთ ბრძოლას ამისთვის. რომ ყოველგვარი საფრთხე გადალახოთ, ყველანაირი დაბრკოლება გადალახოთ მეგობრებო. ხო. ამ უმოძრაობიდან გამოხვიდეთ. თუ მეგობრობა გასაწყვეტისადმი უნდა გაწყვიტოთ. ძალიან ბევრი ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან მეგობრებო, აქედანაც გაფრთხილებთ და გეუბნებით. იყავით ამისთვის მზად. დასასრული ამასაც ნიშნავს, რომ ისეთი მეგობრები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც თქვენ ცხოვრებაში უკვე აღარ მუშაობს. აქაც არის დასასრული. ესეც იგულისხმება. კი ბატონო. ხო, ადამიანები, ფუქსავატი ადამიანები, წინდაუხედავი ადამიანები, აი გაუნათლებელი ადამიანები, მომიტევეთ, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ბევრი იყო. ეგოისტი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თქვენგან უნდა ყურადღება. აი ზუსტად მეგობრებო. ხო, ტყუილები. ტყუილები. ხო. აი ადამიანები, რომლებიც აი ხო გეუბნებით, მხოლოდ იქეთ რო ითხოვენ მზრუნველობას, ყურადღებას და თქვენსკენ რომ უმოძრაოთ არიან მეგობრებო. თქვენსკენ რომ არაფერი, მხოლოდ იქეთ. აი ესეთი ადამიანებია ზუსტად ფინანსებს რო გიკეტავთ, რო დანაკარგებში ხართ მეგობრებო. აი ეს ყველაფერი სრულდება. ხო, აი? აი? ბატონო. როგორ მიყვარს ეს სურათი? ურთიერთობაში იქნება ბალანსი, მეგობრებო. შემოვა დაბალანსებული ურთიერთობა. ბევრ თქვენთაგანთან არ ვიცი, ვისაც სურვილი გაქვთ მეგობრებო, დავკონკრეტდები. ვისაც სურვილი გაქვთ, დაბრუნება პარტნიორის, დაბრუნდება. ბალანსით დაბრუნდება. დაბალანსდება თქვენი ურთიერთობა. ხო. რომელიც მივა ნიშნობამდე და ქორწინებამდე. ვისაც არ უნდა ძველი პარტნიორის დაბრუნება. იმასთან შემოვა ახალი ურთიერთობა, აი ეს კარტიც აქ სწორად ამოვიდა, ამასთანაც მეგობრებო, ნახეთ? ხო. ახალი ურთიერთობა ვისაც გინდათ, ვინც ბევრია, ვისაც მართლაც არ უნდა ძველი პარტნიორი, იმასთან შემოდის ახალი ურთიერთობა მეგობრებო, რომელიც მივა აი ქორწინებამდე, პასუხისმგებლობამდე. აქ იქნება ერთგულება, ერთგულების ფიცი. ჩემო ძვირფასებო, თქვენი გადასაწყვეტია, ოღონდ. ხო. პასუხისმგებლობა, კი ბატონო. ეს შეიძლება იყოს კიდევ ეხლა თუ გესაჭიროებათ რაიმე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები თუ გაქვთ, ან თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ მეგობრებო, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის პროფესიონალ ადამიანს. ხო, აუცილებლად მიმართეთ, კი. არი ნერვიულობთ, თუ ჯანმრთელობა შეეხება, თუ რასაც არ უნდა შეეხებოდეს, მეგობრებო. რასაც არ უნდა შეეხებოდეს, რაზეც ნერვიულობთ ეხლა. ხო. არი ნერვიულობთ ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება,
რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს. თუ კი ჯანმრთელობის პრობლემაც გააქვთ, რომელიმე თქვენთაგანს, ესეც არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ რაღაც დასასრულებელი გაქვთ, მეგობრებო. ეს უნდა გითხრათ ესე, როგორც არის. სხვანაირად არ შემიძლია. კი, ესეც იმიტომ ხდება, რომ აი ჯანმრთელობით გაფრთხილებთ სამყარო, რომ თქვენ რაღაცა დასასრულებელი გაქვთ, ან რაღაცას არასწორად აკეთებთ. ჩემო ძვირფასებო. ბევრი თქვენთაგანი რაღაცის ტალანტს, რაღაცის ნიჭი გაქვთ და ვერ იყენებთ, მეგობრებო. რატო ვერ იყენებთ? აბა შეხედეთ საკუთარ თავს, რისი ნიჭი გაქვთ? ვიღაცას რაღაცის ნიჭი აქვს. ყველა ჩვენთაგანს რაღაცის ნიჭი გვაქვს, მეგობრებო. მე ეს ნიჭი მაქვს, რითაც ვარ თქვენთან და კიდევ სხვა რაღაცებიც მაქვს. ბევრი ნიჭი მაქვს. ბავშვობიდან, დაბადებიდან ყველაფერი მინდოდა, რომ ცოდნოდა. ყველაფერი მინდოდა, რომ გამეგო. ყველაფერი მაინტერესებდა, მეგობრებო. თქვენ რა ნიჭი გაქვთ? არ არსებობს ადამიანი რაღაცა ერთი ნიჭი მაინც რო არ კონდეს. ვის სიმღერის, ვის ხატვის, ვის ქსოვის, ვის ხელნაკეთობით. ყველას შეუძლია თავისი ოქროს ხელებით რაღაცა აკეთოს. ვინ ექიმია, ვინ რისი სპეციალისტი ხართ, მეგობრებო. საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა, რისი გაკეთება შეგიძლიათ, მეგობრებო. რომ სამყაროს წაადგეთ. საკუთარ თავს რო წაადგეთ, მეგობრებო. თქვენ რაღაც არის ისეთი, რაც შეგიძლიათ. და ვერ იყენებთ, ან იცით რაც არის და არ იყენებთ. ან ვერ იყენებთ, ან არ იცით უბრალოდ და ეს გაქვთ გამოსაკლევი, ჩემო ძვირფასებო, თუ არ იცით რა არის. და თუ კი იცით და ამას არ იყენებთ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. ხო. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, მეგობრებო. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ბოლო კარტი არის ტალანტი, ნიჭის. ბოლო კარტი არის ნიჭის. თქვენ როდესაც ამ ნიჭის გამოყენებას დაიწყებთ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. აი როგორც მე დავიწყე ტაროს კარტთან მუშაობა, იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მეგობრებო. ესე იქნება თქვენიც. მე რა დღიდან თქვენთან მოვედი, ეს იყო 16 იანვარი. შარშან 16 იანვარს მოვედი პირველი ლაივით თქვენთან. ჩემო მეგობრებო, სადაც საუბრობ ძალიან ხმადაბლა. ფაქტიურად არც ისმის ხმა. იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. კი, მეგობრებო, აი ასეა. აი ესე იქნება თქვენი ცხოვრებაც. ვის რაღაცის კეთება შეგიძლიათ, ვის ჩანთების ქსოვა შეგიძლიათ, ბისერებით, ვის რაღაცის შეკეთება შეგიძლიათ, ვის რა შეგიძლიათ, მეგობრებო. ხო. ყველაფერი უნდა გააკეთოთ. თუნდაც ესეთი რაღაცების კეთება, ჩემო ძვირფასებო. თუნდაც ესეთი რაღაცების კეთება. თუნდაც ესეთი. ან თმისაბნევების, ან გულსამაგრების, ან სამაჯურების, აი რაღაცის კეთება შეგიძლიათ, მეგობრებო. ეხლა ჩემი ნათქვამის სიტყვა კოდი შეგიძლია გამოიყენოთ. ვინ საკრავზე უკრავთ, ვინ მღერით, ვინ ხატავთ, ვინ ხაზავთ, ვინს კარტებთან გინდათ მუშაობა, ვის ფსიქოლოგობა შეგიძლიათ, ვის ორატორული ნიჭი გაქვთ, რომ ადამიანები დაარწმუნოთ რაღაცაში. აი მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ. ვის ხმის ტემბრი გაქვთ ისეთი სასიამოვნო, რომ მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება მოარჩენს ადამიანს, მეგობრებო, დაამშვიდებს. აი რა ვთქვა, არ ვიცი. ხო. ვის ადამიანებზე დახმარება შეგიძლიათ. ვის რა შეგიძლიათ, მეგობრებო, ყველანაირად უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა თქვენ და სასიკეთოთ. რაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად, მეგობრებო. კი. არავის და არავის არაფერ შეუშინდეთ და არავის შეგეშინდეთ, მეგობრებო. იმის გამო, რასაც დაიწყებთ და რასაც მალავთ, იქნებ მალავთ და არ ამბობთ. ეს არ არის სირცხვილი, ჩემო ძვირფასებო. ხო. ეს თქვენ ცხოვრებას ძალიან შეცვლის, რადიკალურად შეცვლის. სიახლეებისკენ შეცვლის,
კარგისკენ შეცვლის მეგობრება. და ეს თქვენ თუ კი იცით და ეს ყველაფერი და თქვენ ამ ყველაფერს არ აკეთებთ, მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ, ეს თქვენს ცხოვრებაზე ძალიან ცუდად აისახება, ამასაც გეტყვით. კი. და რაც ადრე, ხო, ამიტომ გეუბნებით, რაც ადრე დაასრულებთ ამ ყველაფერს, რაც ადრე დაიწყებთ თქვენ საქმიანობას, რაც გევალებათ და რისთვისაც ხართ ამ ქვეყანაზე მოვლენილები, მეგობრებო, მე რისთვისაც ვარ, იმას ვაკეთებ. და კიდევ ბევრი რაღაცა მინდა რომ გავაკეთო. ეს უბრალოდ დასაწყისია. ხო. მე ძალიან დიდი ძალა მაქვს ხელებშიც, ასე ვთქვათ. კი. ამიტომ ბევრი რაღაცის კეთება შემიძლია. მართლა ბევრი რაღაცის კეთება შემიძლია. ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ გავიმეორებ კიდევ მე რამდენიჯერ არ ვიცი, სიტუაცია და გარემოება უბრალოდ არ მიწყობს ხელს, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. ეს არ მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ არ გავაკეთო. მაინც უნდა ვცადო, მეგობრებო. კი, უნდა ვცადო. მაინც უნდა ვცადო. ეხლა როდის არ ვიცი ზუსტად, მაგრამ უნდა ვცადო. კი. ასე რომ ფიქრობ. ასევე თქვენც უნდა იფიქროთ. მოდით ეხლა ვნახოთ მეგობრებო, რა რჩევას მოგცემთ კარტი მაინც. რა რჩევას მოგცემთ კარტი? რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ? საკუთარი თავი არ მოიტყუოთ. არც არავის მოაჩვენოთ, მეგობრებო, თქვენი თავი ბედნიერი. საკუთარ თავთან იყავით მართლები, რაც მთავარია. ხო. კიდევ? აი, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავთან, მეგობრებო, რომ აი არ ვიცი რა ვთქვა. რომ აი თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ. საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ, მეგობრებო. საკუთარ თავს უნდა ასიამოვნოთ პირველი. კი ბატონო. კი მორიელი, მასია. ბავშვობიდან მაქვს ეს. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ერთადერთი რაც შემიძლია აქ გითხრათ. კიდევ ის არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად რაც წეღან ვთქვი. იყავით ესეთი მომხიბვლელები, იყავით თბილები, არ დაკარგოთ ეს თქვენი ადამიანობა, რაც გაგაჩნიათ. რამაც აქამდე მოგიყვანათ. ეს სითბო, ეს სიყვარული, ეს ერთგულება, ეს პატივისცემა, ეს თბილი სითბოს გამოხატვა ყველას მიმართ. რა თქმა უნდა, ისეც არ უნდა დაკარგოთ. იყავით ისეთები, როგორებიც ხართ ეხლა. უბრალოდ საკუთარ თავთან იმუშავეთ იმით, რომ თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება გაქვთ. საკუთარ თავთან ჯიუტობთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ჯიუტები ხართ. აი ზუსტად ესაა სიჯიუტე. არ აჩვენებთ არავის თქვენს ტკივილს. არავის არ აჩვენებთ თქვენ შიგნიდან რა ცეცხლი გინთიათ, მეგობრებო. არავის არ აჩვენებთ. აი წეღა რაც თქვი. აი მაგალითად მე თუ ჩემი პარტნიორი არ მაჩვენებს, მას რაღაც პრობლემა. აი თქვენ თქვენს პრობლემებს არავის არ აჩვენებთ. თქვენ რაიმე დახმარება თუ გინდათ, სხვა მარიცის. ხო. არ იცის, არ ეუბნებით არავის. და ყველანაირი, ანუ უყურეთ, ეხლა რაც ხართ, ანუ სიკეთე ეს არ უნდა შეცვალოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოთ სხვანაირად. ანუ აქამდე რასაც აკეთებდით, ის აღარ უნდა გააკეთოთ. პირიქით უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. ეხლა ადამიანებს თუ არ კლავდით, აქამდე ახლა უნდა დაიწყოთ ადამიანებს დაკლა დანით. ამას კი არ გეუბნებით, მეგობრებო. უბრალოდ ტაქტი უნდა შეცვალოთ. თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ტაქტი უნდა შეცვალოთ. ხო. აი? ამ ყველაფრის შემდეგ. აი ეს ყველაფერი მოგცემთ სტიმულს. იცით, რამდენი ხანი ვეწინააღმდეგე საკუთარ თავს, რომ აი ეს არ დამეწყო? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მეგობრებო. ხო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. რამდენი ხანი ვეწინააღმდეგე, მეშინო და უფრო სწორად.
მეშინოდა თუ როგორ გამიგებდნენ ჩემი ოჯახის წევრები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან მორწმუნე ოჯახი მყავს. ხო. მაგრამ მაინც გავბედე. ასევე თქვენც უნდა გაბედოთ. არავის არ უნდა შევიშინდეთ. არავის არ იფიქროთ. მხოლოდ იფიქრეთ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მეგობრებო. არაფერზე არ იფიქროთ სხვა დანარჩენზე. ხო. ეს მე რასაც ვაკეთებ, ამის დაწყების შიში რომ მქონდა. ეს ის არ არის, უბრალოდ ამით დავიმშვიდე საკუთარი თავი, რომ მე ამით უბრალოდ დავეხმარები ადამიანებს. მე ამით ადამიანებს არ მოვკლავ. ეს არ არის ეს არ მიმაჩნია მე იმათ, რომ ამით ვინმეს რამეს უშავებდე. მე ამით პირიქით. მე ესე ვთვლი. კი. მე ესე ვთვლი, რომ მე ამით პირიქით ვეხმარები ადამიანებს, მეგობრებო. ყოველთვის უნდა იცადოთ თქვენი ბედი. ისე და ისე უნდა იცადოთ. მოკლედ. ძალიან გაგვიგრძელდა მე მგონი ჩემოც ვიფასებო. ხო, რა თქმა უნდა, ყოველს თავისი უჭირს, მაგრამ ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს. ხო გაგიგია მორიელი. რუსულად უფრო კარგად ითქმის. უფრო კარგად ჟღერს. ძალიან მიყვარს რუსული ენა, ხა რამდენადაც არ უნდა გძულდეს რაღაც მომენტში არ გვიყვარდეს რუსები, უბრალოდ რუსული ენა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ძალიან კარგად და ლამაზად ჟღერს ბევრი გამოთქმა რუსულად. კარგით, მოდი ახლა ვკითხოთ დღევანდელ ჩვენ თემასთან დაკავშირებით ასტრაბარათები რას გვეტყვიან. იქნებ რაიმე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ. იქნებ რაიმე ესეთი გვითხრას, რაც არ ვიცით და უნდა ვიცოდეთ. დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი თემა, დასასრული, რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით ჩვენი ასტრაბარათები, რა დასასრული. ხო, აი ნახეთ მეგობრებო, გამბედაობა. მეგობრებო, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ. როგორადაც რთული არ უნდა იყოს. უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა მეგობრებო მაინც და უნდა იყოთ გაბედულები. კი. და უნდა გარისკოთ. გარისკოთ, ცხოვრება რისკია. კიდევ რა? კიდევ ის რომ სიხარული, აი სიხარულით უნდა გარისკოთ. აი ხო, აი დამძიმებული არა, თქვენი ცხოვრებაა ეს მეგობრებო და აი ხო, აი რავი, ეს კიდევ სასიხარულოთაც წაგადგებათ. კი, აი მეგობრებო, ეს თუ ურთიერთობა შეეხება კიდევ. აი ეს თუ ურთიერთობა შეეხება. აქ იქნება ორმხრივი სიყვარული. თქვენ თუ კი გარისკათ და ხო აი ნახეთ თუ კი გამბედაობას მოიკრიბათ და მოდი ასე ვიტყვი ახლა ანუ გახალისდებით, გამხიარულდებით, უფრო გაბედნიერად მოექცევით და სასიხარულოდ მოექცევით საკუთარ თავს, ანუ საკუთარ თავს გააბედნიერებთ, საკუთარ თავს პირველ ადგილზე დააყენებთ. ანუ ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. ანუ თქვენთან შემოვა ისეთი ურთიერთობა მეგობრებო, აი ეს იყო ზუსტად წუხელისაც. მე მგონი წუხელის იყო კიდე ძალიან კარგი საჯარო ლაივი, რომ აი თქვენ ცხოვრებაში შემოვა ესეთი ადამიანი მეგობრებო, სადაც დაგიფასდებათ ეს დაგიფასდებათ. დაგიფასდებათ გრძნობები, დაგიფასდებათ ურთიერთობები, სიყვარული დაგიფასდებათ მეგობრებო. ანუ იქნება ორმხრივი. ორმხრივი. ხო, აი კეთილშობილება. ეს არის კეთილშობილების კარტი. ძალიან თბილი კარტია ეს მეგობრებო, ეს ბარათი ძალიან თბილია. ეს ბარათი ძალიან თბილია. ძალიან თბილი მოსიყვარულე, ერთგული. აი ესეთი ურთიერთობა შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო. აი ხო გეუბნებით. ძალიან დაფასებული, ძალიან ერთგული, კეთილშობილური ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დაგაფასებთ მეგობრებო. კი, აი თქვენი ოცნების ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ხო. თქვენი ოცნების ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში.
უბრალოდ თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით, რატომღაც ეს არის წინააღმდეგობის კარტი. კი, ქვეცნობიერში ეწინააღმდეგებით, მეგობრებო, თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ, მაგრამ ხო, ეწინააღმდეგებით. თქვენ და უნებურად გამოგდის შეწინააღმდეგება, მეგობრებო, წინააღმდეგობა. ბალანსი გჭირდებათ საკუთარ თავთან. ყველაზე პირველი, რაც არის თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არის საკუთარ თავთან ბალანსი, მეგობრებო. საკუთარ თავს ბალანსში რომ მოიყვანთ, ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. და კიდევ ერთი. ხო, აი მეგობრებო, რა ვთქვა, აი ზუსტად ეს ის კარტია, რაც ეს ის ბარათია, რაც წუხელის ამოვიდა. ზუსტად ეს ის ბარათია. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, აი ძალა, ადამიანი, სიტყვა და საქმე, ადამიანი, ინიციატივა, ადამიანი, ვნება, სტრატეგია, ძალა, ძლიერი, აი უძლიერესი, ადამიანი გამომძიებელი, თავდაჯერებული. კი, აი ესეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აი რა ვთქვა? დახასიათება მეტი რა ვთქვა? ხო. ინიციატივიანი, ძალიან მომხიბვლელი, გონებამახვილი. აი არ ვიცი რა ვთქვა, მეგობრებო. ხო. აი არ ვიცი რა ვთქვა, ესეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ხო, ასე რომ რაც ადრე გააკეთებთ იმ ყველაფერს, რაც აქ ეხლა იყო გაჟღერებული ამ ლაივში, ჩემო მეგობრებო, ხო? რაც ადრე გახვალთ ამ რთული სიტუაციიდან და უბრალოდ ამ ქვეცნობიერშიც, აი თუნდაც სადღაც 1000-ში ერთხელაც არ უნდა გაიხსენოთ წარსული. ნუ ეხლა ამის გარანტიას მე ვერ მივცემ საკუთარ თავს მაგალითად, მაგრამ ნუ მაინც ეს მეც ვიცი. ხო, მაგრამ ვეცადოთ, მეგობრებო, უბრალოდ ვეცადოთ. თითო პაზლებით ყოველ დღე რომ ვეცადოთ, ბოლოს ერთიანობაში გამოგვივა. კი. ნუ ახლა, ნუ რა ვქნა ახლა, მორიელი, ეს კარტი არის ზუსტად ამის. ამ კარტს კიდევ უფრო მეტი დახასიათება აქვს. ახლა შენ მე მარტო კიდევ რო გავაგრძელო, მარტო ამიღამ კი არა, ხვალაც აღარ დაგეძინება. ისეთი დახასიათება აქვს ამ კარტს. ეს ახლა უბრალოდ მოკლე დახასიათება ვთქვი. ძალიან არ გავაზვიადე, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამაშია საქმე. და რა ვქნა ახლა, რაც არის, იმას ვამბობ. ყველა კარტზე ვფიქრობ, რომ სრულყოფილად გამომაქვს თავისი ახსნა განმარტება. ვცდილობ, მეგობრებო. ვცდილობ. ახლა ძალიან რთულია ყველა კარტის ყველა სიტყვა სიტყვით დამახსოვრება. ძალიან რთულია. ხო. ამიტომ ასია კი. ეხლა მეორე მხრიდანაც წაკითხვას რო დავიწყებ ამ კარტების მაგალითად, აი ასე, ანუ უყურეთ, ორივე მხარეთ აწერია ასეც და ასეც. ეს ასეც შეგიძლია წაიკითხო და ასეც, ანუ იგივენაირად. ეს ასეც შეგვიძლია წავიკითხო და ამ კარტს ასეც აქვს წასაკითხავი. ესე ამოყირავებული, მეგობრებო, ძალიან ცუდი დახასიათება აქვს. ხო. ამ კარტს ესე თუ წავიკითხავთ, ძალიან ცუდი დახასიათება აქვს. ამიტომ რომ ერთ დღესაც წავიკითხავ მეორე მხრიდანაც, კი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგი ინფორმაცია იყო, როგორც ყოველთვის დღესაც საჯარო ლაივში. რჩევები უმეტესად, მაგრამ თუ კი გაითვალისწინებთ, ძალიან კარგ შედეგამდე მიყავხართ ამ გზას. ამ გზის დასასრული, მეგობრებო, ნახეთ. ამ გზის დასასრული. მიდის აქამდე. აი აქ მიდიხართ.
რაც ადრე დაამთავრებთ, თქვენთვის უკეთესი. დასასრული და პასუხისმგებლობა. ეს მოხდება უცებ. სრულიად უცებ. აქ კი გაქვთ გუდამაყარი აყრილი და წასული ხართ მარტო. შეიძლება უკვე ამ გზაზეც იდგეთ და ეს უკვე სრულდება, მეგობრებო. უბრალოდ მე ყველაფერი გავაჟღერე, როგორც წავიკითხე და როგორც ამოვიდა ისე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უკვე სრულდება. კი. და რადგან სრულდება, ეს კარგის ნიშანია. და ანუ მიდიხართ აქამდე. აქამდე მიდიხართ, მეგობრებო. ხო. ასე რომ მოსალოცი ამბავისკენ მიდივართ. მოდი, ახლა მე ჩემი ასტრაბარათებით მაინც მინდა ვკითხო. ასტრაბარათებს მინდა ვკითხო. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში ეს ახალი ადამიანი? მოდი მაინც ვკითხოთ. გუშინ არ შევეკითხე, მაგრამ დღეს მოდი მაინც ვკითხოთ. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში აი ეს ახალი ადამიანი, თქვენთვის სასურველი ახალი ადამიანი? რა დროის ვადაში, მეგობრებო? ახალი ადამიანი. რა დროის ვადაში? მეგობრებო. აი ძალიან მაგარი კარტია. აი ეს იმას ნიშნავს ზუსტად. თქვენი ოცნებები ახდება, თქვენი სურვილი ახდება, თქვენი ლოცვა ახდება, თქვენი თხოვნა ახდება. აი ყველაფერი რაც თხოვეთ უფალს, რაც თქვენ გინდათ, აი ყველაფერი ახდება. აი მეგობრებო. ვისაც რა გსურთ, ის აგიხდებათ ზუსტად. აი იმიტომ მოხვედით აქამდე ამდენი პრობლემებით, ამდენი ტანჯით, ამდენი გაუგებრობით. აი ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ახლა და ეს არის დასასრული და თქვენი ოცნებების და სურვილების ასრულება, მეგობრებო. და მე მივესალმები ამ ამბავს. მე ამ ამბავს მივესალმები და ამ ყველაფერს გილოცავთ. კი. უბრალოდ კარტი გავშიფრე ახლა და რა დროის ვადაში იქნება ეს ყველაფერი, ახლა ამოვიკითხავ ჩემს ციკლში. ასტრაბარათის ციკლში ამოვიკითხავ, მეგობრებო. ასე რომ ელოდეთ ყველაფრის შეცვლა სასიკეთოდ. სასიკეთოდ ელოდეთ, მეგობრებო. კი. მოსალოცად გაქვთ საქმე ნამდვილად. ეს ცოცხი აქ ტყუილად არდევს. მისი ჭირი მე თქვა. აბა რა, მეგობრებო, ეხლა მე მოვძებნი უბრალოდ ამ დასტას და ეხლავე გეტყვით ამ კარტის პასუხს. რა დროის ვადაში შემოვა თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ვისაც ველოდებით, ვინც გულით გვინდა. ახალი ადამიანი, მეგობრებო. ჩემო მეგობრებო, პასუხია ასეთი. ეხლა არ გამინაწყენდეთ, ოღონდ. აქ წერია მარტი. მარტი წერია. და უყურეთ რა წერია კიდევ. კვირის დღეები წერია. ოთხშაბათი და ორშაბათი. ორშაბათი და ოთხშაბათი. ესეთი პასუხია, მეგობრებო. ორშაბათი და ოთხშაბათი. კი. ორშაბათი და ოთხშაბათი ჩემო ძვირფასებო. ასე რომ პასუხია ესეთი. მარტი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. საჯარო თემით დასასრული და დასაწყისი. დასასრული და დასაწყისი. ამის გარეშე ჩვენი ლაივი ვერ იქნება. გამორიცხულია, მეგობრებო. მე ასე ვთვლი, რომ გამორიცხულია, ხო? მორიელ, ეხლა შენ ყველა სიტყვაზე ნუ გამომეკიდები, ჩემო კარგო. მარტში რა, შეიძლება ადამიანები რო გაიცნო? რა პრობლემა გაქვს? კახაბერ. მოგეცა და არისტო გათამზავკლავდით. არა, მორიელ, მეც ვყუმრობ, რას ამბობ. კახაბერ, შენ სიზმარი ხომ არ გინახია ამ დროს?
კახაბერ. ხო. მარტი და აპრილი რას უქმნია სიყვარულსა. მოკლედ, ჩემო კახაბერ, ჩემო კარგო, შენ რადგან გვიან შემოგვიერთდი ამ დასასრულს, შამს, ამ ვიდეოს ავტვირთავ YouTube-ზე და შეგიძლია იქ უყურო, ჩემო კარგო. ხო, აბა მორიელი, ესეთი მეგობრებია? გამოგჩა რამე, აბა რა, ყველაფერი გამოგჩა, ჩვენ უკვე დავასრულეთ კახაბერ. ამდენი ყვავილები ვიმეორებ, ჩემ ქმარს არ უჩუქებია. ხანდახან მინდა ვიბწყინო ცოცხალი თუ არ მეთქი, კახაბერ. ხომ არ მოვკტი ნეტა. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ვინ უნდა დაგტოვოს მარტო რამდენს აუხსნა სიყვარული, განა ახალ წელს მარტო უნდა დაგტოვოსო. ვერ გავიგე მორიელი. ახალ წელს მარტო უნდა დაგტოვოს. ვინ უნდა დაგტოვოს ახალ წელს მარტო? რამდენს ხა აუხსნა სიყვარული, განაო. რამდენს გინდა რომ აუხსნა კახაბერ? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო გაზაფხულზე გვიშველება მარტში. შენ მაინდა-მაინც გაზაფხულს დაელოდები, კვირის დღეებიც იყო. მორიელი, კვირის დღეები, რომელი კვირა დღე გითხარი, აბა თუ გახსოვს. მე ვერ ვიმახსოვრებ რიცხვებს და ესეთ დღეებს ვერ ვიმახსოვრებ. ორშაბათი იყო და რომელი დღე იყო მორიელი? საღამო მშვიდობის სალამი. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მინდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა ხო 4 შაბათი. მინდა დაგემშვიდობოთ, ეხლა რომ ჩემთან არის გვიანი. თქვენთანაც გვიანი იქნება. ჩემი პირველი შეყვარებული მოსულაო. ხო და ჩვენ დაგტოვებთ ახლა შენს პირველ შეყვარებულთან კახაბერ? ხო და გააგრძელე ახლა შენ იქით საუბარი, ჩემო კარგო. თქვენც ასევე მშვიდობიანი ღამე ყველა ჩემო ძვირფასებო. ამ ლაივს ავტვირთავ YouTube-ზე და შეგიძლიათ მერე უყუროთ თავიდან ბოლომდე და თუ კი სურვილი გექნებათ, დატოვოთ კომენტარები, ვისთან როგორ რეზონირდება. მშვიდობიანი ღამე ყველას და უღრმესი მადლობა ყველას ჩემთან ერთად ყოფნისთვის. გაიხარეთ, დალოცულები ყოფილიყავით მუდამ და გელოდებით კომენტარებში. ხვალ რა იქნება და კომენტარებს დაწერ. მორიელი. თქვენც ასე უფალმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. აბა დროებით, ხვალამდე.